რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. იარაღის ტარების უფლებაა. ეს დამაგარ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ჩემო კარგო. დათესეთ, ესე იგი ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. 12 საათზე მოეწყო ბრიფინგი და შესასვლელში და იმის მერე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. მე ვარ შალვა რამიშვილი, ნავთია მიქიაშვილი გვერდს მიმშვენებს, ჩვენ ვაკეთებ და თქვენ უყურებთ გადაცემა სუბიექტური აზრი, რომელსაც წარმოგიდგენთ რადიო მაესტრო და ტელეკომპანია მაესტრო. რადიო მაესტრო არა, რადიო უცნობი. იყოს რადიო მაესტრო. არა, რადიო უცნობი. რადიო მაესტროც არსებობს, კი ბატონო. რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო, ძალიან კარგი რადიოა უცნობი. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეროს კიტმარიშვილი ყავს, გამთესავი ერთ-ერთი. ვიდრე შემოგვიერთდება, მანამდე დღის მოვლენებს მაინც გადავიდეთ. დღის მოვლენა ყველაზე მთავარი მოვლენა. ვინმე ვერ მოასწრო საინფორმაციო გამოშვების ნახვა და შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს შუა დღის 12 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოეწყო ბრიფინგი, სადაც გამოქვეყნებული იქნა რამდენიმე ადამიანის აღიარებითი ჩვენება, მათ შორის ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 26 მაისისთვის თბილისში ჩამოსვლას აპირებდა ცხინვალი და უნდა შემოსულიყო და მასთან ერთად საზღვარი უნდა გადმოეკვეთა ვლადიკავკაზის მხრიდან 200 რუს ჯარისკაცს. რომელიც მოთავსდებოდა ერთ ძილში, გახსოვთ ალბათ ეს ძილი როგორი ავტომობილია, სატვირთო 200 როგორ მოთავსდებოდა იქ. ეს ცალკე თემაა, ალბათ. იმათ ეთქობა თავის ტრანსპორტი ყავდათ კი. ხო, აბა ეს ძილი რა საჭირო იყო? არ ვიცი, ოქრუაშვილი უნდა 20 კაცი ხო უნდა დახვედროდა და 20 დაეტევა ძილში გაჭირვებით. ხო და ალბათ ოქრუაშვილი ძილში. განსაკუთრებით გამამხიარულა ფარული ჩანაწერების მოსმენამ, სხვა შორის ველოდი რომ აი ეროსის ფარული ჩანაწერი იქნებოდა, გუშინ ვილაპარაკეთ ამაზე. იქნებოდა სოზარის, სუბარის საუბარიო და ოქრუაშვილის და კი ოქრუაშვილის აღმოჩნდა, რომელსაც თქვა რომ როგორ დაბინავდითო, კარგად ხართ და დამთავრდა და ნუ არანაირი კრიმინალური კვალიფიკაციის თვალსაზრისით მაგალითად ბურჯანაძის თემაზე გაკეთებული ჩანაწერები უფრო მომეწონა. სხვა შორის მე მინდა პირდაპირ თქვათ რომ ძვირფასო ხელისუფლება აი ესეთი ჩემი აზრით ნაკლებად დამაჯერებელი რბილად რომ თქვათ რაღაცეების კეთებით თქვენ ძალიან იუარესებთ საკუთარ მდგომარეობას ანუ თქვენ ახდენთ ჩემი აზრით საფრთხის გაშაყირებას, აშაყირებთ ამ საფრთხეს. შეიძლება მართლაც ბევრ ადამიანს ჯერავს რომ ოქრუაშვილი რუსების ხელით აპირებს აქ გადატრიალების მოწყობას. მაგრამ ეს უნდა მყარი ფაქტებით ასე ეს ოქრუაშვილი არ იყო რუსებს ფეკალებთან დაკავშირებული ცნობილი შეეკრა კი ბატონო რუსები დაივიწყეს რუსებმა ეს შეეკრა მისცეს 200 სპეცრაზმელი მაგრამ ვიღაცა საშუალოზე დაბალი რგოლის ადამიანების აღიარებითი ჩვენებით ეს რაღაცები არ მკითხა ხო მაგრამ ჩემთვის ახლა მართლა გაუგებარია ის 200 ადამიანის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალება არა 200 დაიწყებდა და მე 200,000 შემოეშველებოდა ალბათ. ვინ 200,000 შემოეშველებოდა? არ ვიცი. ძალიან ბუნდოვანი იყო რა. ეს იყო ირონიული დამოკიდებულება თუ გაგიჩნდება. მაგრამ ნუ ამაზე ჩვენ ეროსისთან ვილაპარაკებთ კიდე რა ხდება. მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი ამბავია და უფრო მნიშვნელოვანი განცხადება ეკუთვნის გიორგი ბარამიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა დააძალა, ანუ სიტყვას წავიკითხავ, რომ მაყურებელი არ შევიყვანოს შესაძლებლობაში, ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ეს ნაბიჯ ეტაპობრივად განხორციელდებოდა. ამ განცხადებას გიორგი ბარამიძე აკეთებს ხორცის ფასთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ 80%-ით ხორცზე ფასის ზრდა გამოწვეულია ევროკავშირის ძალდატანებით. ანუ ბარამიძემ აღიარა, რომ ეს გააკეთა ხელისუფლებამ ზდა. ხო, ოღონდ ევროკავშირმა დააძალა. ევროკავშირმა დააძალა. ანუ ევროკავშირს უნდა ჩვენთვის ცუდი, ხო? კი, ევროკავშირს უნდა ჩვენთვის ცუდი. ანუ თელის ნეგატივი, რაც ახლა ხელისუფლების მიმართ აქვს ხალხს ხორცის გაძლევების გამო, ბარამიძემ, რომელიც არის ministris მოადგილე, ვიცე-პრემიერი უпростоრად ევროკავშირთან და ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობების რანგში მთელი ნეგატივი მიმართა ევროკავშირისგან. მიმართა ევროკავშირისგან და ევროკავშირზე გამახსენდა, რომ შენც საფრანგეთიც რო აპირებს ავღანეთთან ჯარების გამოყვანას ამ დროისთვის მე მგონი 4000-მდე ჯარისკაცია ფრანგი. უნიემ დაიწყო ჩვენი განაცემა. კი, ობამაც გააკეთა განცხადება, რომ 10000 ჯარისკაცს გამოიყვანენ, 2012 წელს კიდე უფრო გაიზრდება ეს რიცხვი და ჩვენ შეყვავს ესე იგი. მარტო საქართველოს შეყავს და დანარჩენებს გაღავთ იქიდან ჯარი. ანუ კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაჭრის გზა
არ გამოჩნდა იმდენად ეფექტური. სხვათა შორის ძალიან მენიშნა ობამას განცხადება, ძალიან მენიშნა სენსაციაც კი იყო პირადად ჩემთვის. მან თქვა შემდეგი რამ, რომ მომავალი ავღანეთის სამშენებლობაში თალიბებსაც კი შეუძლიათ მიიღო მონაწილეობა. თალიბები ეს ტერორისტული ორგანიზაცია სწორედ ხო, თუმცა ისინი ამბობენ და აცხადებენ, სხვათა შორის პირდაპირ აცხადებენ იმას, რომ თალიბებთანაც კი პირდაპირ გზით აქვთ უკვე მოლაპარაკებები დაწყებული და თალიბები დაყრიან იარაღს და ექსტრემისტულ მოქმედებებს შეშვებიან, მაგრამ თალიბები მაშინ თის თალიბები აღარ იქნება. ანუ მაინც ობამა ამკვიდრებს ახალი პოლიტიკური ლიდერის, ამერიკული ლიდერის სახეს, მე ასე მგონია, რომ მაინც უფრო მეტად პოლიტიკის მომხრეა და არა, მოლაპარაკებების მომხრეა. მე იცი რა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის და შეიძლება საქართველოსთვისაც რამდენად სარფიანი და სარგებლიანი იქნება, აი თუ მისია შეწყდება ამერიკის კონტინგენტისა. იცი რა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ვერ გეტყვი როგორი იქნება, მაგრამ მე გუშინავს ვქვა და დღესაც ვიმეორებ, რომ მე არ მომწონს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან ავღანეთში. მე მესმის ყველა ის მნიშვნელობა, ყველა ის სტრატეგიული გზა, რომელიც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ რაღაცა ვიყოთ ამ ყველა კავშირებში, გაერთიანებებში და ასე შემდეგ და მივიდეთ კიდე სადღაც კაცმა არ იცის სად, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ფაქტი და მგონია, რომ ქართველი ჯარისკაცი ჯერ საქართველოში უნდა იბრძოდეს, თუ იქნა საბრძოლი და ამის შემდეგ ხოლმე შეიძლება რაღაცა. თული საკითხია, მე თავს კომპეტენტურად არ მივიჩნევ. რა თქმა უნდა, თითოეული დაღუპული ჯარისკაცი ჩემთვის არის თანაკლისი, მაგრამ აი ესე ვერ ვილაპარაკებდი, იმიტომ რომ არა ვარ გარკვეული კარგად რა სარგებელს ვიღებ. მე რამდენიმე ექსპერტის აზრი მოსმენელი მაგასთან დაკავშირებით და ის სარგებელიც რაც შეიძლება აქედან მივიღოთ, რომელიც მე ასე მგონია, რომ არ ღირს ამ ადამიანების სისხლად. ეს არ არის კიდევ უკანასკნელი ახალი ამბავი, ძალიან საინტერესო ამბავია კიდე ის, რომ ტელერადიო კომპანია თრიალეთი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ფილმ აგვისტოს 5 დღის რეჟისორს რენი ჰარლინს, პროდიუსერებს პაპუნა დავითაიას და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის. გინდა გითხრა რაზე? ქართულ სასამართლოში, ხო? ხო, გინდა გითხრა რაზე უჩივის? ვიცი, რომ ნეგატიურად წარმოაჩინეს ტელეკომპანიის. არა, ერთ-ერთ კადრში ფილმში იყო საუბარი იმაზე, რომ კარი იყო დახურული ტელეკომპანიის და ჩაკეტილი იყო ბოქლომით და ამ დროს ეს ადამიანი აცხადებს და ტელერადიო კომპანია თრიალეთი აცხადებს, რომ ეს იყო ფაქტობრივად მედია ცენტრი იყო და უცხოელი ჟურნალისტების კი იქიდან ახდენდნენ თქვენ მასალების მიწოდებას. ნახოთ რა მოხდება, მაგრამ ყველაზე მეტად მე დამაინტერესებდა ლეონდელ ნიუსებში იარაღის ტარებას რო უძალავ. ეს რა არის? აი ჯერ მოყევი. ეს გაჩვენა მაყურებლისთვის იქნება კიდე ძალიან საინტერესო. შენობებზე წარწერებისა და ნახატების გაკეთებაში შემჩნეულ მოხელეებს იარაღის ტარების უფლების შეჩერება ემუქრება. კავშირში. ეხლა შეწარმოედგინე ვინ არიან? მან კი, დაკონკრეტებულია. ეხლა უყურეს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის უფლებამოსილ მოხელებს, ასევე მოსამართლეებს, მოსამართლე წარმოედგინე შენობაზე, რომ არა, მე რა მაინტერესებს. ამ ადამიანებს იმიტომ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ეს ხო არ არის გართობა, ხო? იარაღის ეროვნული ბანკის და საბანკო დაწესებულება. ანუ მე ესე მესმის, დასჯა არის რაღაც ისეთი რამ, რაც აუცილებლობის წართმევას არ ითვალისწინებს, ხო? აი დასჯა მაგალითად. აი იარაღი პოლიციელს რატომ აქვს? იმიტომ რომ ეს მისი ფუფუნების საგანი ხო არ არის? ამით სიამოვნებას ხო არ იღებს? იარაღი არის მისი პროფესიის. ძალიან ღრმა წახოთ ეხლა წეხვლებს თავი დაანებო და მარტივად იფიქრე იმაზე, როგორ წარმოგიდგენია მოსამართლე, რომელიც დგას საკუთარი კორპუსში სასამართლოში და ჟღაბნის იმას კედელზე. კი ბატონო, მაგრამ იარაღის რო ართმევ პოლიციელს, უიარაღო პოლიციელი და მე უკაცრავად გამაინტერესებს, აი პოლიციელმა რაღაცა დახარა, უწმანწური სამასოიანი სიტყვა დაწერა, ხო, დაუშვათ, ხო? რუსეთის აგრესიგნოლი კი ითამაშა? კი ბატონო, ითამაშა. მე წაართვი მას იარაღი და მე განგაშია, ან სანამ უნდა გამოიზახო და რა უიარაღოდ მიდის, რომ სად არის იარაღიო, ეს სპეცოპერაცია წარმოგიდგენ და ჩასაფრებულები არიან პოლიციელები და შენ იარაღი სად არის? კრესიგნოლი თავშოთ და წამართვისო. აი არა, ნუ ჩამონათვალია საოცარი, კარგი მოსამართლე გავიგეთ, ხო, მაგრამ წარმოედგინე პოლიციელი, ან პატრული, რომელიც დგას და კორპუსის ქვეშ, ან პარლამენტის შენობაზე რაღაცა ჟღავს. არწერა კი, გაუმარჯოს ვანოს და ჩამოარწმუნდა. წარწერების და ნახატების. ნახატების? კი, წარწერების და ნახატების. ჯოკონდას. ეს კი კაი ნახატე თქო ეთქვის რა, არა, იარაღი მომეცი შენ. და კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, მე საინტერესო იმდენად რამდენადაც ჩემს ხვალინდელ ანატომიასაც უკავშირდება.
გუდაურში, ბაკურიაში, ბახმაროსა და ანაკლიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების განსხვავებული წესი და ფასი იქნება, ანუ ხელისუფლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის საკურორტო ზონა. ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ეს ტერიტორიები აქვთ დაკავებული, თქვა და იქ გაფორმებული არა აქვთ. ანუ შეიძლება საერთოდ ვეღარ მოახდინონ ამის პრივატიზაცია და მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს, აი მაგალითად სვანეთში კონკრეტულად როგორ არის. სვანეთში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს ანუ პატარ-პატარა მიწები ჰქონდათ ადგილობრივ გლეხებს, თუმცა იქ მაშინ კერძო საკუთრება არ იყო და შესაბამისად ვერ იფორმებდნენ ამას. ამის აქედან გამომდინარე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში უკვე დაიწყეს პრივატიზაცია, მაგრამ აი უკვე პოსტრევოლუციურ 2003 წლის შემდეგ რა ხდება, იცი? იქ ხო დიდი მიწები არ არსებობს, ანუ პატარ-პატარა მიწები. თვითონ მიწის გაფორმება ადამიანს უჯდებოდა 100 ლარი, ამიტომ ბევრმა ვერ გადაიფორმა ეს ყველაფერი და ახლა წარმოგიდგენთ, როცა განახლება, სვანეთის განახლება მიმდინარეობს, ამ ადამიანებს ამ მიწებს არა, უბრალოდ ართმევენ. აი ჩვეულებრივად ართმევენ, ყოველგვარი ახსნა დაბატების გარეშე. წლების მანძილზე კი, ადგილობრივები ამბობენ, რომ აი საბჭოთა პერიოდის მერე როგორ მოხდა, იცი, დანაწილება, რომ ადგილობრივ უხუცესებთან მივიდნენ, რომელსაც ახსოვდათ იქ. ხო იცი როგორ ხდებოდა, ანუ ყველას ახსოვდა, ვისი რომელი მიწა იყო იქ საზღვრები, კი, გვარის საზღვრები განსაზღვრული იყო, მოხდა მოსახლეობის ურთიერთშეთანხმება და ნუ ამის შემდეგ და ეხა ნამდვილად ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ართმევენ ამ მიწებს. იქნებიან სვანები და რამდენად შეუწყობს ეგ ხელს რაღაც სამოქალაქო მშვიდობას, იმიტომ რომ მიწის გულისთვის მე მაქვს წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება იქ მცხოვრებლებმა ერთმანეთს კი დაუყურებენ სახელმწიფოს. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის გადამტრიალებელი და დამთესველი ეროსი კიძმარიშვილი. კი, არ გადათორთ. სულ რამდენიმე წუთში ეროსი კიძმარიშვილის სუბიექტური აზრი დაგველოდეთ. შესაბ გადაცემა სუბიექტური აზრი ეთერში ბრუნდება და ჩვენი დღევანდელი სტუმარია ეროსი კიძმარიშვილი, ბატონო ეროსი საღამოშუდობისა, მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ეროსი, ესე იგი, შენ არ მომწონ ხარ, თქვენი პარტია არ მომწონს რა. აი, მე უფრო ბურჯანაზე მომეწონა. რა არის ეს რა? რა მოგბარგო, მე ძალიან ამაყობ დღევანდელი დღით, ხა თუ ჯერ ცოტა უფრო სერიოზული ჩამოვიდა. არა სერიოზულ ტალღაზე თუ ვიქნებით, პროგრესი გვაქვს. უბრალოდ ჩვენ უფრო დიდ პატივს გცემს შინაგან საქმეთა სამინისტროვი და იმ ადამიანებს იცნო, ვინც ტელევიზორში გამოვიდა. იმათ შურდულები თუ როგორ ლაკატკები დაუდეს და ჩვენ უკვე ავტომატურად. და ავტომატურად ეს ჯარისკაცი. კარგი, ვინც დაიჭირეს იმათ იცნობ? სახეზე დაიჭირეს. აი რომ გამოვიდნენ და ლაპარაკობდნენ. თუ საუბრობთ იმ ბატალიონის ადამიანებიდან, ეკრანზე რომ გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილს ვიცნობ, აქედან ორი ადამიანი არის ჩვენი პარტიის მართლა რეალურად ორი წელი გააკეთა, ხო? ვინც აღიარებს ჩვენი გააკეთა. ეკრანზე ვინც ჩანდა, გამოდიან, ვინც თქვა. ეკრანზე ვინც ჩანს იქიდან იმ ადამიანებიდან, ეს ადამიანები ვიღაცა ჩემთვის ნაცნობია. ვიღაც ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ რეალურად აი იგივე ვინც შეყავთ, მთავარი აქ თქო ჩვენი პარტიის რეაქცია რაზეც იყო ყველაზე ძაფრი, ეს არის რომ ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად დააკავეს ადამიანები, რომლებიც ზოგი ნათესავები არიან ამ პარტიის წევრების, ან ორი წევრია ჩვენ დაკავებული. და ნუ შესაბამისად არა, ვინც აღიარების ჩვენება გააკეთა, ვინც აღიარების ჩვენება გააკეთა, იქიდან მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს სახეზე მინახავს, მაგრამ ჩვენ პარტიასთან კავშირში არ არიან. ანუ პარტიის ზუსტად იმ გორში მინახავს, ან სადღაც მინახავს, მაგრამ პარტიასთან კავშირში არ არიან. სერიოზული ლაპარაკი. კარგი, სერიოზული ლაპარაკი დავიწყოთ. მე მეგონი რომ არ სერიოზულად უნდა გასაუბროთ. არა, ნუ საზოგადოებისთვის მაინც უკვე ისაუბრეთ არა სერიოზულ ნაწილზე. ეხლა მართლა ძირფასო ტელემაყურებლები ცოტა რთულია სერიოზულ ტალღაზე გადართვა, გვესმის რომ თქვენ რაღაცნაირად გეღიმებათ იმ მასალებზე, რომელიც წარმოადგენს მე გავაკეთე განცხადება. ვიღაცას არა. ყოველ შემთხვევაში მე ჩემთვის არ თქვენ ისაუბრეთ თუ არა, მაგრამ აი ეს ცნობილი იმის რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე, ისტორიას გავს ზილზე დადებული როგორ ჩამოდიოდა ირაკლი ოქროვა? აი, მეც ეგ მაინტერესებდა საზოგადოებასაც. ნუ ეხლა ის რომ მიუნხენის რეისტარ ჩამოვიდა თბილისის აეროპორტში გოგილიასთან ერთად ფაქტია. მე დღეს ვუსმენ, მთელი დღის გამოვიდა, მე თითქმის არგუმენტი, უბრალოდ არგუმენტი თითქმის აღარ მაქვს და სასაუბრო თითქმის არაფერი არ მქონდა, უბრალოდ რადგანაც მომიწვიეთ, იძულებული ვიყავი მოვსულიყავი, თორემ ჩემი სათქმელი დღეს მთელი დღის განმავლობაში თქვა უამრავმა ადამიანმა Facebook-ზე დღეს უსმენდი აი თქვენთან არხზე გოგა ხაინდრავა ფაქტობრივად ყველა ბოლო არგუმენტებიც გოგამ წაიღო ჩემი, ამიტომ ერთს ვიტყვი რა, ის რომ მოდელირებული ქრონიკა იყო სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზია და გასვოთ ხო მოდელირებულ ქრონიკაში რა ხდება? ანუ ხდება ყველაფერი იღუპება. მთავრობა აღარ არსებობს, ყველა დაქცეულია, ჯარი განუდგა, პრეზიდენტი მოკლეს თუ გადარჩა თუ რაღაც, მოკლედ აპოკალიფსია
და ეს აპოკალიფსი დგება მხოლოდ იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, დაიძრა ცხინვალის მიმართულებიდან ბურჯანაძე და ნოღაიდელი თბილისის მიმართულებით ხო ტანკით. ხო, ის ისტორია არის სააკაშვილის ავადმყოფური ხილვები, შიშები საკუთარ, ასე ვთქვათ, მომავალზე. და მის წარმოდგენაში როგორ შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. აქაც დაახლოებით იგივე საქმესთან გვაქვს, იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა საუბარი სერიოზულად საუბარი მიდის და ამაზე ამხელა უწყება, რომელიც ვითომ და აზანზარებს, ესე ვთქვათ, ყველას და ყველაფერს და ქვეყანას და უამრავ სიკეთეს აკეთებს, საუბრობს 200 კაცით, ირაკლი ოქროაშვილის შემოსვლა იყო აპოკალიფსი, საქართველოს ყველაფრის დამთავრება და ირაკლი ოქროაშვილი თუ მოვიდა და 200 კაცით საქართველოში, უბრალოდ გორის პოლიციის შენობას თუ აიღებდა, იქ ყველაფერი მთავრდება. აი ეს ახლა როგორ შეიძლება დღეს ამას რომ მოусმინო, ამაზე სერიოზული კომენტარი გაკეთება. ეხლა ვილაპარაკოთ სერიოზულად. ნათია მაპატია. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ერთი რამ. ეს არის ადამიანური ცალკე აღებული ამას ეძახიან ხოლმე პატარა ადამიანური ტრაგედიები, მაგრამ სინამდვილეში პატარა არა, უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიები, რომელშიც აღმოჩნდნენ კონკრეტული ადამიანები, მსხვერპლი და იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი დარჩება, როგორც ჩვენი კონსტრუქციული მეგობრები საუბრობენ 2012 წლის რაღაცამდე, მერე მათი მოლოდინები ალბათ გადავა 2013-ში, 2017-ში, მე ესეც მაქვს მოსმენილი, ხო? ეს ადამიანები იქნებიან ციხეში გაუსაძლის პირობებში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ოდესღაც მუშაობდა ირაკლი ოქროაშვილთან ერთად, ვიღაც ნათესავე ირაკლი ოქროაშვილის, ვიღაცას თქვენი პარტიის წევრებიც არის. ვიღაც არის ქართული პარტიის წევრი და ასე შემდეგ, მხოლოდ ამიტომ, თუ ჩვენ ისე ვთქვათ, კონსტრუქციულ მეგობრებს მოусმენთ, ეს ადამიანები უნდა იყვნენ 10 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში ციხეში. ანუ რეჟიმი მიდის ყველაფერზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავისი პიარი გააკეთოს, სააკაშვილის შიშების, ვთქვათ, ვიზუალიზაცია გააკეთოს, კინოები გადაიღოს. აი ეს მინდოდა მე თქვა, ამიტომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია, არ მეცინება უკვე. ირაკლი ოქროაშვილი, როგორ ჩამოდიოდა ირაკლი ოქროაშვილი? იმიტომ რომ სწორედ ეს გახდა იგივე ბურჯანაძესთან განხეთქილების მიზეზი. როგორ ჩამოდიოდა? მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, ბურჯანაძეს თუ ვილაპარაკეთ. არა, ბურჯანაძეზე არა, ირაკლი. მარშრუტი არის საინტერესო. მე არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს შალვა, გარდა იმისა, რა თქვენ ოფიციალურად მოსმენილი გაქვთ და რა ჩვენ ოფიციალურად წარმოადგენთ. არც ამ თემაზე ირონიზაციას არ ვაკეთებ. ის რა წარმოდგენილი ხო? ამ თემაზე ირონიზაციას არ ვაპირებ. და არც სერიოზულად საუბარს ამ თემაზე დღეს არ ვაპირებ. მიუხედავად ვისთვისაა მნიშვნელოვანი. ხალხისთვის აინტერესებს. მოდით ასე ვთქვათ რა, თავარი დღეს რაც ხდება, ეს არის რომ ის ხილვები, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, რომ აი ვიღაცა ნერვიულობდა ცხინვალთან დაკავშირებით, ანუ რაღაც სცენარს განერვიულებული ადამიანი ყვება და შემდეგ ამის ეკრანიზაცია საავტორო უფლების, არ ვიცი, რამდენი გადაუხადეს საავტორო უფლებაში ამ იდეის ავტორებს, მაგრამ ამის ეკრანიზაციას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ძალიან ცუდ, ძალიან დაარეს. ბატონო, ვისთვის აკეთებს? საზოგადოებას მათი არჯერა. არა, მე არ ფიქრობ, რომ საზოგადოებას არჯერა. მოდი ეს შევხედოთ. აკეთებს პირველ რიგში იმისთვის, რომ სხვანაირად არ შეუძლია. ხშალომ და მე ვიცი დაახლოებით, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია ის თუ რაღაც სისრულეს არ აკეთებს და თუ ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სააკაშვილზე საუბრობ, მას სხვანაირად არ შეუძლია. მას ღამე არ ძინავს, მას აღვიძებს შიში, ის ხედავს ოქროაშვილის განრისხებულ სახეს და ხშირად ხედავს ამას და გახსოვთ იგივე იმედში გრიგოლიასთან ირაკლი როცა რაღაცას პირდებოდა თუ აღარ მახსოვს რომ გადაცემაში. ეს მას მუდმივად ჩაქრდა თვალებშიო. აი ეს მუდმივად მას აშფოთებს, შესაბამისად ის იღვიძებს, იღებს ტელეფონს, მაშინ ურეკავდა იმ არხის არსებულ დირექტორს, ალბათ დღეს ურეკავდა ვანოს, მოდი ვანო აი ესე გადავიღოთ, ესე ვქნათ. ამის შემდეგ აი ამ სცენარზე, მიშას ხილვებზე ავადმყოფურ, ესე ვთქვათ, შეწუხებულ ფანტაზიას რეალიზაციას იწყებს მერაბიშვილი, რომლის საბოლოო შედეგია შეშინებული მცირეწლოვანი ბავშვები სახლში, მეუღლე, რომელსაც სააბაზანო ოთახში, კალათაში უდებენ ავტომატს და ეუბნებიან, რომ აი ეს ავტომატი აღმოაჩინეს ახლა ამ მომენტში, ეს არის შეშინებული ადამიანები, ანუ პასუხი თქვენ კითხვაზე არის, მიზანი საბოლოო არის არა მარტო მიშას ავადმყოფური ფანტაზია, არამედ ის, რასაც ქვია დაშინება ხალხის, თქმა იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაფერს ხედავთ. თუმცა ირიბი შედეგია სინამდვილეში ის, რომ ხალხი ხედავს აბსურდულობას ამ არა, რატო გეკითხებით, იცი? ირაკლი ოქროაშვილი აპირებდა ჩამოსვლას. დიახ. კი ბატონო. ირაკლი ოქროაშვილის ჩამოსვლა უნდა ყოფილიყო მრისხანების დღის, მე გავაკეთე გადაცემა მრისხანების დღეზე და არ გამოვიდა, ხო? მრისხანების დღის აპოთეოზი და კულმინაცია, ხო? ანუ ირაკლი ოქროაშვილის გამოჩენას უნდა გამოეწვია საზოგადოებრივი ძალიან ფართო რეზონანსი. შენ მეუბნები, რომ ირაკლი ოქროაშვილი ჩამომოფრინავდა მშვიდად წნარად თვითმფრინავით, თვითმფრინავი გახსოვს ის ინციდენტი რო იყო, თვითმფრინავი რო სხვა ალექსეი ოკაშრეცას დასვეს, ხო? ანუ გამორიცხულია ეს
არ შემიძლია ჩემს ინტელექტს პატივი ეცი რა. ანუ ესე არ მოგვატყუო რომ 100 აპირებდა ჩამოფრენას. შალვა, იმისათვის რომ შენი ინტელექტი ეს თქო არ დავაზიანო და მით უმეტეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამიტომ პირდაპირ გეუბნები. კომენტარის გარეშე ეს თემა ყველა სხვა თემაზე შეგვიძლია წარმატებულად ვისაუბროთ. ჩამოვა კიდე ოქრუაშვილი. ასევე კომენტარის გარეშე. ამ ორ თემაზე მომენტს ოქრუაშვილი ოქრუაშვილის თემაზე დღეს არ ვისაუბროთ. ხო, თუმცა დამეთანხმებით ალბათ რომ დღეს ყველაზე საინტერესო თემაა, ბატონო. ალბათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საინტერესო თემაა და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის, რასაც ისინი დღეს ხედავდნენ, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. მე არ მოვსულ ვარ სამწუხაროდ მივხვდეთ ჩემი დიდი პატივისცემისა ორივე თქვენთაგანის მიმართ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. რჩება თუ არა თქვენი განცხადება ხელისუფლების შესვლასთან დაკავშირებით 2012 წლამდე ან 12-ში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს უნდა განხორციელდეს. რაც შეიძლება სწრაფად სხვა ალტერნატივას, თუნდაც დღევანდელი რეჟიმის აქციელი, თუნდაც გუშინწინდელი საქციელები არტოვებს. ის რომ დღეს ჩვენ ფაქტიურად საქმე გვაქვს, დღეს ვთვლიდი, ხო? აი გამოქვეყნდა გუშინ ობამა გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ხო? 30000 გაღავთ წლის ბოლომდე. 2014-მდე. წლის ბოლომდე 2014-მდე საბოლოოდ გასვლაზე 2014-ში ისინი აპირებენ კოოპერირების დაწყებას უკვე ადგილობრივი ძალებით, ხო? 100,000-იანი კონტინგენტი ყავს დღეს. ანუ პირობითად თქვა, რაღაც 70,000-მდე აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები. საფრანგეთიც გქონდეს. ამერიკის შეერთებული შტატებზე ვილაპარაკოთ, ხო? ჩვენ ვზდით 2000-2500 კაცის ფარგლებში, ხო? ანუ პროპორციულობაზე აღარაა საერთოდ ლაპარაკი და ამის ფონზე გამოდის ერთ-ერთი ადამიანი, პარლამენტის წევრი, არ ვიცი რომელიღაც მე ქავთარაძე მე ყოველ შემთხვევაში მისი კომენტარი მოვისმინე და ბრძანებს რომ იცი რა ეს ყველაფერი არის ნაციონალური ინტერესები და ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ ჩვენი სასარგებლო და ჩვენთვის კარგი. მე პირველ ნაწილს მოვხსნიდი, მეორე ნაწილში ჩვენში ვიგულისხმობდი მას და მის ნაციონალურ მოძრაობას მათთვის სასარგებლოა. ეს ოღონდ არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ არის სასარგებლო. ბატონო, მე თქვა არ დამისვობს შეკითხვა, ანუ რჩება თუ არა ძალაში თქვენი განცხადება ხელისუფლების გადაყენებასთან დაკავშირებით, ეს მის თავისთავად შეკითხავს ოქრუაშვილის ჩამოსვლა არ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ანუ რა რესურსით უნდა მოახერხოთ, თქვა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებასთან, აშკარად დაწყებული აქვს კამპანია ქართული პარტიის წინააღმდეგ და იჭერს. ვის იჭერს? ხალხს ხალხს იჭერს. ვინ? ხელისუფლება არ იჭერს? და მე ეს ხალხი ლაპარაკობს, არ ვიცი, ერთის მხრივ იმას რაც უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მეორეს მხრივ იმას რაც არ გინდათ თქვენ. არა, ამ ადამიანების ეს ჩვენება, აღიარებითი ჩვენება, თუ ამას დავამთავრებთ, ჯერ ეს ნაწილი რომ დავამთავროთ, აღიარებითი ჩვენება იყო დღეს სასამართლოზე ყველას მიერ უარყოფილი. ანუ ყველა ადამიანი, ვინც ამ ახლეთქონიზების შეფარდების სასამართლოზე? ხო, ამ სასამართლოზე ყველა მათგანმა თავი ცნო უდანაშაულოდ, ცნო როგორ ვთქვათ, არ არის დანაშაული, ტერაშვილი კახა იყო, ლევანის სასამართლო პროცესი მე მგონი დღეს საღამოს უნდა იყოს. მათ თავი უდანაშაულებს არ აღიარეს. კი, არა, მათგანს არ ვაღაღიერებ. აქ უბრალოდ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ ის განცხადები, რომელიც გააკეთებინეს, ხა ბუნებრივია, დღეს ალბათ ჰქონდათ საშუალება გენახათ. გოჩა კაკოიშვილის მაგალითი, ჩვენი აქტივისტის, რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის მაგალითი, წამების ის ფაქტები, რომელიც იქ იყო. ხა მე ვერ გამოვიწყო ვერაფერს, რომ ბევრი მათგანი იყო ამ ზემოქმედების ქვეშ, შეიძლება ყოფილიყო სიტყვიერი შანტაჟი, შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური ზემოქმედება. და შესაბამისად ამ ადამიანების განცხადებები იყო დაკავშირებული, ამიტომ ამ ადამიანების აღიარებითი ჩვენების, რადგან თქვენ არ გჯერათ, რადგან საზოგადოებას არ ჯერა, თქვათ რომ ეს არარსებული ფაქტია და საერთოდ ეს არის ფაქტიურად, როგორ გითხრათ, პროვოცირებული და ფსევდო აღიარება. შესაბამისად, აქ სერიოზული საუბარი გამორიცხულია იმის თაობაზე, რომ რაიმე ფაქტს ადგილი ქონდა თუ არ ქონდა. არა, ჩვენ სხვა რაღაცას ვსაუბრობთ. ხელისუფლების შეცვლა კამპანია დაწყებული ქართული პარტიის წინააღმდეგ, როგორ შეძლებთ ამ რესურსით? ბანორს ძალიან ახლო წარსულში ქართულმა პარტიამ, დარტყმა გადაიტანა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახლად შექმნილი პარტია დატოვა ორმა ძალიან მნიშვნელოვანმა ლიდერმა თუ სამმა. ამის შემდეგ ქართული პარტია გადადის რაღაცა პერიოდი ჩრდილში და ამის შემდეგ ხელისუფლება უკვე ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იწყებს აქტიურ საწინააღმდეგო კამპანიას ქართული პარტიის წინააღმდეგ. თუნდაც დისკრედიტაციას რა მნიშვნელობა აქვს? კითხვის არსირაშია, როგორ შეუძლებს? რა ფორმით და რა რესურსით? მხოლოდ ერთი ფორმით. აქ ფორმა ფაქტიურად ყოველდღიურად წმუნდებით ერთ რამეში, არანაირი დიალოგი და ამ დიალოგზე აწყობილი საარჩევნო გარემოს შექმნა არ იქნება წარმატების გარანტორი. გზა არის იგივე, რაზეც ჩვენ საუბრობთ. ჩვენ უნდა მივახციოთ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მხოლოდ ტოტალური სამოქალაქო აქტივობა ჩვენი
წარმატების საფუძველი. ნათელაშვილში ამ შემთხვევაში შეერთებასაც გულისხმობთ, ოღონდ არ ვიცი. საარჩევნო ბლოკზე თუ საუბრობთ, აბა რაზე? ნათელაშვილმა თქვა დღეს გააკეთა განცხადება. იცი მისი განცხადება, რომ გამოუცხადოთ იმპიჩმენტიო ხელისუფლებას და ვინც ამას არ დაეთანხმებაო, ეს თქვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე, იმას ჩვენ გამოაცხადეთ უკვე ქვეყნის მოღალატედ. თქვა ესეთი რამ ნათელაშვილმა. ანუ ტოტალური დაუმორჩილებელი ელემენტია. არა, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია მოდი სერიოზულად არა განვიხილოთ. არა, შალვას ეს პოზიცია თუ მას სერიოზულად აქვს, მე ნახავ ვთქვათ, მისი წინადადების არს და მე ვილსაუბროთ. ახლა თუ მას გაწერილი აქვს იმპიჩმენტის პროცედურა, როგორც იურის და იცის რაზეა საუბარი, ძალიან საინტერესო იქნება მის მოსმენა. ვინ უნდა განიხილოს, ვინ უნდა განახორციელოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა შალვა ამ შემთხვევაში გამოდის გარკვეული PR აქტივობით იქცევს ყურადღებას ესეთი განცხადებით, მას ეს ახასიათებს, ამიტომ აქ ახალი აფერი არ არის. თუ რამე სერიოზულზე იქნება, უფრო სერიოზულზე მე გულისხმობ მოქმედების თვალსაზრისით ინტერესით გავეცნობ მის. იქნებ მოდით ეროსი რა მაინტერესებს? აი ხალხი გვისმენს და აინტერესებთ, რომ თქვენ გარკვეული კი არა და მნიშვნელოვანი ფიასკო განიცადეთ ეს რისხანების დღესთან და შემდეგ პარტიის წევრების წასვლასთან დაკავშირებით. ეხლა ვიცი რომ თქვენ აპირებთ. იგივე მკითხა ნათიამ და მოდი მაშინ ერთად უპასუხოთ. არა, ხო და მე დავაკონკრეტებთ. ნაბიჯ გავწეროთ თუ შეიძლება მოქმედებათა გეგმა. აი რა, პირველი რიგის შეიძლება. მოდი ერთ დაგეთანხმებით იმაში, რაც ბრძანეთ რომ და აქ ჩვენ არ თვლით რომ არ მიგვიღია დარტყმა, ჩვენ არ გამოვდივართ ეს თქვა პოზიციიდან, როცა ვთვლით რომ ყველა ჩვენი მოქმედება, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო აბსოლუტურად სწორი. და პირიქით ჩვენ ჭრილში კი არ გადავედით, არამედ სათქმელი არაფერი გქონდა იმ მომენტში. ეს იყო უზარმაზარი შოკის მდგომარეობა, მასშტაბებიდან გამომდინარე, არა ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მეორადია ჩათვალეთ. ზოგადად იმ მასშტაბებიდან გამომდინარე, იმ დარტყმიდან გამომდინარე, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და კონკრეტულად იმ ადამიანებს მიაყენა. ამიტომ ჩვენ ვიყავით სიტუაციაში, როცა დრამატიზმიდან, მასშტაბებიდან გამომდინარე, სათქმელი არაფერი არ გქონდა. გულისხმობ 26-ის 26 და 26 შემდგომ პერიოდს ეს გაგრძელდა იმდენ ხანს, ამდენ ხანსაც ადამიანები ახერხებენ, თქვა, მობილიზაციას. თუმცა ჩვენ საჯარო განცხადებები არ გვკეთებია, თუმცა გავაკეთეთ საკმაოდ სერიოზული გადაჯგუფებები პარტიის შიგნით, ქონდა შეხვედრა პარტიის აქტივთან სპეციალურად 2 დღიანი, როცა შევიკრიბეთ უკვე რეგიონალური ხელმძღვანელები, რაიონული ხელმძღვანელები, ჩვენ ქონდა საუბარი შიდა პრობლემებზე, დავინახეთ რა ტიპის ზიანი მივიღეთ და ასე შემდეგ. გუშინ ჩვენ დავბრუნდით მე და სოზარი უკვე ჩვენი საერთო პარტიის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, სადაც უკვე ვისაუბრეთ მთლიანად სტრატეგიაზე უახლოესი პერიოდის. უახლოესი პერიოდის ამოცანები არის იმ მდგომარეობის გამოსწორება, რომელიც თქვათ, იმ ჭრილის გამოსწორება, იმ როგორ ვთქვათ, ზიანის გამოსწორება, რომელიც პარტიას მიადგა. იმიჯური თვალსაზრისით გეთანხმებით. ეს პერიოდი ეს თქვათ, რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ ვცდილობთ რომ ჩქარა მოხდეს, მოგეხსენებათ რომ ქართულმა პარტიამ ძალიან სწრაფი აქსელერაცია განიცადა, ანუ ჩვენ გავიზარდეთ სტრუქტურულად ძალიან სწრაფად დაარსებიდან პიკში ასვლამდე დრო ძალიან სწრაფად ვიმოძრავეთ და ამასაც ჰქონდა თავის мотиваცია, რომ ჩვენ ვცდილობდით რომ დავწეოდით საზოგადოებრივ პროცესებს, რომელსაც სახალხო კრება ანონსებდა. ანუ მისდევთ ეს იყო კუჩი მას. არა, ჩვენ ხედავდით რომ ასეთი ტიპის დაპირებები, როგორც წესი, არის მაღალი ინტერესის, უბრალოდ მაღალი ნდობის მატარებელი, მით უმეტეს როცა საზოგადოებაში პოლარიზაცია მაღალია. ანუ ჩვენ ვიცოდით ტრენდი იყო გაბატონებული, ეს ვიცოდით რა, მენეჯმენტი დავარქვათ, ვიცოდით რა, რომ ეს იყო პირობითად დავარქვათ ამას, თქვა, ხატონის შედარებით დავარქვათ. არა, რა თქმა უნდა, რევოლუციური, ოღონდ ამ ტრენდს და ამ იდეას შევადარებდი დინოზავრს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი სხეული, ტანი და ჰქონდა ძალიან პატარა. თქვენ ვიცი რა ნაწილი გინდოდათ ამ სხეულის? ჩვენ ვიცოდით რომ ამ პროცესში ტვინის ფუნქციას ასრულებდა სახალხო კრების ის ლიდერები, რომელსაც და ასე შემდეგ. და შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა თავისი. ათუ ტვინის ხარისხი არ მოგწონდა? გამოცდილება მენეჯმენტური არ მოგწონდა და ვიცოდით, არა თუ არ მოგწონდა, ვიცოდით რომ მათ მენეჯმენტური ინვალიდი მდგომარეობა ჰქონდათ. ძალიან კარგი ადამიანები, ხას უსვამ. პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის ვინ წარმოადგენდა ამ პროცესს. პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვიცოდით. დავამთავრებ მაშინას ჩვენ ვიცოდით რომ ეს პროცესი მივიდოდა რაღაც წერტილამდე, სადაც მენეჯმენტური ინდივიდუალობის გამო, როცა მე ვადარებ დინოზავრს და ტვინის პატარაობას, აქ კიდე ერთხელ არავის პერსონალურად შეურაცხყოფაზე ვსაუბრობ, მართვის სისუსტეზე ვსაუბრობ
და ის ადამიანები, როგორც არის თქვა, ნონა გაფრინდაშვილი ჩემთვის და სხვა ადამიანები, რომელსაც ხშირად ჩამოთვლიან ხოლმე, როგორც ღირსეულ ადამიანებს, არავითარ შემთხვევაში მათ ღირსებას ჩვენ ეს თქვა, არ ვაყენებთ ეს თქვენ აპრიორი წაგებული იყო. ჩვენ ვიცით, რომ მათ არ ქონდათ უნარი ემართათ ეს პროცესი. და შესაბამისად, აზრს დავამთავრებ და ვიფასებთ. ანუ თავარი არსი და აზრი ჩვენი მოქმედების იყო იმაში, რომ დავწეოდით ამ პროცესის ესე ვთქვათ, პროცესს იმ დონეზე, რომ მოგვეხერხებინა შემდგომ კრიტიკულ სიტუაციაში ამ პროცესში სწორი მენეჯმენტის გზით წარმატების მიღება. მოდი მე ვიტყვი მაშინ. შესაბამისად, როცა ჩვენ დავინახეთ მაისში და მე გეტყვი კაც ვაგერ ვზივარ და ხა არა, მე ეგრე მივხვდი მაშინ. მაისის დასაწყისში, როცა ჩვენ დავინახეთ, რომ დაანონსდა უკვე საბოლოო დღე და ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით მაშინ ბოლოდან დავიწყებ, რატო გიყევით? ჩვენ სწრაფად მოგვიწია თქო აქსელერაცია, იმიტომ რომ ისინი მოძრაობდნენ. და დღეს უკვე იმ მომენტში, როცა ჩვენ ვართ სწრაფის დიდან, რა თქმა უნდა, სწრაფად ხდება გარკვეული. ხო და 21 დაანონსდა. ეს ინგრევა ეხლა არის ხელახლა უკან დასაბრუნებელი პროცესი. დაანონსდა. ეხლა დავბრუნდეთ მაისში. მაისში, როცა დაანონსდა 21, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს პროცესი იქნებოდა წარუმატებელი. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თითოეული რეგიონალური ოფისი, რაიონული ოფისი გვეუბნებოდა, რომ მართლა სტრუქტურულად ძალიან სერიოზული პრობლემები იყო, მართვის თვალსაზრისით პრობლემები იყო, ადამიანების მობილიზაციის, ლოჯისტიკის, ყველა პრობლემა იყო. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით 2 მაისს მათ მიერ დაანონსებული დღიდან გამომდინარე, რომ 9 მაისს დაგვეწყო აქტივობების მთელი წყება, რომლის მიზანი იყო საბოლოოდ მობილიზება საზოგადოებრივი განწყობის ჩვენი პარტიის მომზადება იმისათვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში თუ დავინახავთ, რომ იქნებოდა რაღაც გარკვეული ჩართულიყავით ამ პროცესში. აი ეს არის პროცესი. გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომ როცა ამ სტუდიაში პირველ ეთერში, რომელიც სიჭინავასთან მქონდა, მე როცა 18-ში გამოვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების, როცა შევაფასეთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ მივდიოდით ესე ვთქვათ ემპირიული შეფასების გზით ჩვენ არ გვქონდა საშუალება რომ კვლევები გვეწარმოებინა და გვენახა რამდენია განწყობა და ასე შემდეგ. ჩვენ 18-ში უკვე მივედით გადაწყვეტილებამდე რომ ჩვენ მზად ვართ და უკვე ვხედავთ რომ სხვა ეს ვთქვათ გაბატონებული იდეა არ არსებობს, სხვა გაბატონებული აზრი არ არსებობს და საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის ამ ცვლილებისთვის. მივხვდით რომ ჩვენ ამ პროცესში ეს ავანტიურა იყო ეროსი თქვენი ბურჯანაძის მხრიდან იყო თქვენი მხრიდანაც იყო ავანტიურა. რატო ეხლა მე ვიტყვი რა, აი ხა გავაკონკრეტებ. თქვენ დაინახეთ ბიზნეს სცენაზეც ვილაპარაკოთ, მიყვარს ამ ბოლოს პოლიტიკაზე ბიზნეს სცენას ლაპარაკი. არ რაღაც ტრენდი მიმართულება. ძალიან დიდი განსხვავებაა და არასოდეს იფიქრო რომ ბიზნესი და პოლიტიკა ერთი და იგივე სფეროა. კატეგორიულად განსხვავებაა. არა, ბიზნესი, პოლიტიკა რომელიც საინტერესოა გემოვნების ამბავი. გემოვნების ამბავი, მაგრამ არასოდეს იფიქრო რომ ბიზნესი ეგრეთ წოდებული სკილი, თქვა გამოცდილება, ცოდნა, უნარჩვევები არის ადეკვატური. კარგი სხვა. ბევრი წარმატებული ბიზნესი. ნება მომეცი ახლა მაინც ვილაპარაკო. კი ბატონო, ძალიან რამდენი. თქვენ დაინახეთ მიმართულება რევოლუციური. ამ დროს იცოდით რომ რაღაც გარკვეული ძალების მობილიზებას ბურჯანაძე შეძლებდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა აპოკალიფტური. და თქვენ დაიწყეთ მოძრაობა და კრიტიკულ სიტუაციაში თქვენ გქონდათ იმედი, რომ ბურჯანაძე პირველი დაინახავდა თავის მეტნაკლებად დაინახავდა თავის წარუმატებლობებს. იმიტომ რომ ნახავდა რომ ხალხი არ გახდებოდა ადეკვატური, გახდებოდა ადეკვატური და თქვენ ამ დროს უკვე გაზრდილი რაღაცა აქტივებით დავამატებ თუ შეიძლება. მიხვიდოდით და მივიღებდით შედეგს, რასაც ერქვა. და მე დაიწყებდი, მე დაიწყებდით ლაპარაკს შეერთებაზე. აბა როგორ? აქ იყო ყველა საინტერესო მნიშვნელოვანი ოქროაშვილის განცხადება იყო ჩამოსვლას ბატონო ეროსი, რომელიც თქვენ დაიტოვეთ ბოლო კოზირად. ბოლო კოზირად დაიტოვეთ და იმედი გამოიწვია და მოდი დამეთანხმეთ ამაზე და მე მგონი მაყურებელს დამეთანხმება, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის ეს იყო დღეს როცა ვსაუბრობ თქვა პარტიის მიერ მიღებულ ზიანზე, პირველ რიგში ეს იყო ის დარტყმა, რომელიც მიიღო მოლოდინმა ოქროაშვილის ჩამოსვლა. გასაგებია რომ ბურჯანაძე ამას არ მიიღებდა საერთოდ. შეუძლებელია ამის გათვლა შალვა, როცა შენ საუბარი გაქვს პროცესზე, რომელშიც 21-ში საღამოს ხედავ ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი მოქმედებით იმ მომენტში და მთელი თავისი ესე ვთქვათ დაგეგმილი, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი, ყველა თვალსაზრისით უზარმაზარი ფიასკო განიცადა. ანუ ეს იყო დანგრეული ყოველგვარ მოძრაობას გამოცდილება. იმედი არის როცა ვსაუბრობთ იმაზე, რა იყო იმედი, ასე ჩვენ რაღაცა ფორმით, ბოროტი ჩანაფიქრით, რაღაცით გვინდოდა გვესარგებლა. აქ საუბარი არ ყოფილა გვესარგებლაზე. აქ საუბარი იყო, რომ ჩვენ უნდა დავხმარებოდით პროცესს, რომელიც უკვე არსებობდა. რა მნიშვნელობა ქონდა? არა, მნიშვნელობა. ქართულ ხალხს, მოდი ესე ვთქვათ. არა ბურჯანაძეს, არა, სწორია. ბურჯანაძე იყო იმ ხალხს, ვისაც უნდოდა ცვლილება, ჩემთვის ეს ხალხი არ იყო ბურჯანაძე, ეს არ იყო პეტრე, ეს არ იყო ისევე როგორც სათავეში. ისევე რომ არ შეიძლება ხალხის სათავეში უდგას ვიღაცა. ჩალო, მოდი მაგაზე. სიტყვებზე მე დავები. არ გედავები. ანუ მე არ მინდა რომ ეს
თემა შევიყვანოთ იმ ჩიხში, რომელსაც ქვია რაღაცა პრაგმატული ინტერესები კონკრეტული ადამიანის. არ იყო ეს ჩიხი. ჩიხი შეიქმნა სხვა მიზეზით, ანუ ჩვენ არ გაგვიკეთებიას, იმიტომ რომ ინიციატივა წავართოთ ახლა ბურჯანაძეს, როგორც მან გაიგო და მე ის იძულებული გავხადოთ რაღაცაში. არ იყო ეს. მარტივი იყო შალვა. ის ადამიანი იგივე ლევან ტერაშვილის ღამე პოპულარული ნაბიჯი გადადგით, ბატონო ეროს მე როგორც ვწოდებ. არა, ვერ გავიგე. თქვენ გადადგით ნაბიჯი, რომელიც რაც უნდა და პრაგმატულად გამაგებინე, რა გინდოდა. მე მგონი, მარტივად გეუბნებით და ვერც ერთი მხრიდან ვერ ვიღებ ადეკვატურ გაგებას. მეტყობა რაღაცა პოპულარული ნაბიჯი ნიშნავს, რომ შენ არ ვიცი, რაღაცა განცხადება გააკეთო და მე სახში წახვიდე და მე იმას გიყვები, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც უკვე ჩამოსული, ათასობით ადამიანი იყო ჩვენი პარტიის აქტივისტი უკვე თბილისში ჩამოსული. ამ ადამიანებმა უზარმაზარი, უმძიმესი ღამე გადაიტანეს. ეს იყო ტრაგედია ლევან ტერაშვილი, რომელიც აი ახლა დღეს დაკავებულია ციხეშია. მე მახსოვს ის ტიროდა. ის ტიროდა იმ ღამეს, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა იძულებული გავხდით 24-ის, 23-დან 24-ზე ღამეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ოქროაშვილი არ უნდა ჩამოვიდეს და ჩვენ პროცესთან უნდა გავიდეთ. ტიროდა, იმიტომ რომ ეს არ იყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიმე ცალკეული ლიდერის ამბიციის რეალიზაცია. ეს იყო სურვილი მალე ამ პროცესის დამთავრება. ჩვენ ჩავერთეთ არა პოპულარული გადაწყვეტილების შესაქმნელად, არამედ ჩავერთეთ იმისათვის, რომ სხვა გამოსავალი ამ ბოლოდიმ არ ინიციატივა თქვენ არ დაუძლებთ ბურჯანაძეს. აქ საუბარი იყო რაღაცაზე, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ გვიან, ჩვენ მქონდა ძალიან მოკლე პერიოდი, ჩვენი რესურსი, ტრენდი მოდი გავმარტოთ საზოგადოებისთვის რა არის ტრენდი, ხო? მიმართულება. ეს არის გაბატონებული მიმართულება, ეს არ არის რაღაცის სახელი, ეს არის მიმართულება, რომელსაც ყველა საბოლოო ჯამში უჭერს მხარს. რადგანაც მათ დაიწყეს ეს მოქმედება, საზოგადოებაში პოპულარული იყო ცვლილება და მით უმეტეს მათ დაკიდეს კონკრეტული თარიღი, მათ აიღეს გარკვეული თვალსაზრისით პასუხისმგებლობა ამაზე, საზოგადოებაში გაჩნდა დიდი მოლოდინი. ამ მოლოდინის გაცრუება იქნებოდა ის, რაც დღეს გვაქვს. შესაბამისად ჩვენ იძულებული გავხდით ამაში ჩართულიყავით და მივიტანეთ ყველა ჩვენი აქტივი. შესაბამისად, როცა დავინახეთ არაადეკვატურობა და შალვა მეკითხებოდა, რომ თქვენი წასულიყავით, მაშინ რაღაც უყურებდით მას. ჩვენით რომ წასულიყავით იმ პირობებში, როცა ორი პარალელური პროცესი იქნებოდა, როცა ის, ასე ვთქვათ, სახალხო კრება ფაქტიურად ისედაც გვიანი იყო უკვე ამ გაერთიანების და ამ ნაბიჯის დემონსტრირება, ჩვენ ველოდებოდით მხოლოდ ერთ შედეგს. და მოთ ამ თემაზე, ვთქვათ, მეც მე აღარ ვიკამათებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აი ეს არის ის რისით თქმაც შემიძლია. ჩვენ მზად ვიყავით და დღესაც მზად ავართ. აბსოლუტურად იმ მომენტში ეს იქნებოდა მხოლოდ ერთი შემთხვევა წარმატების მიღწევის, ეს იყო სინერგია. ანუ პროცესი, როცა ერთს მივუმატოთ ერთი, არის არა ორი, არამედ არის 10. მხოლოდ სინერგიას ექნებოდა წარმატების პერსპექტივა. წარმატების, რასაც გულისხმობს მშვიდობიანი, მრავალათასიანი, ძალიან აქტიური, მობილიზებული მასა. ანუ ქართული პარტია მიხვდა რომ ხალხი არ გამოვიდა თუ ვერ გამოვიდა, ბურჯანაძესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კი. ბურჯანაძესთან შეთანხმებას ვერ დაინახა, რომ ბურჯანაძემ ხალხი ვერ გამოიყვანა. შემდგომ ქართულმა პარტიამ დაინახა, რომ ეს ვერ გამოყვანა შედგა იმ მიზეზით, რომ სახალხო კრების ლიდერებს არ ჰქონდათ მენეჯმენტის, ანუ მართვის წარმატებული უნარი. მაგრამ ქართულმა პარტიამ დაინახა ამის შემდეგ რომ დავინახეთ, რომ ხალხში მოლოდინი არსებობდა, ამიტომ წავიღეთ ჩვენი ყველა აქტივი და ეს აქტივი შევთავაზეთ საზოგადოებას, შევთავაზეთ ბურჯანაძეს, ოქროაშვილი თავის განცხადებით და ორი დღის განმავლობაში მანამდე იყო 2 დღის განმავლობაში გააფთრებული ჭალებში ყველა ენერგია, ყველა უნარი ჩემი საუბრის შევეცადე მიმართა იმისკენ რომ ნინო ბურჯანაძე დამერწმუნებინა რომ მხოლოდ ანუ დამჯდარიყავით და მოგველაპარაკა ერთიან სამოქმედებო. კარგი, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ წარსულს და ახლა ალბათ უფრო საინტერესო იქნება ვისაუბროთ იმაზე, რომ ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი, რაც პრინციპში ქვეყანაში არის, ბატონო ეროსი ეზადება არჩევნებისთვის 2012 წელს. როგორ ემზადება და ქართულ სინამდვილეში ამ მომზადება მე დანახული ჯერ არ მაქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში საუბრობენ რომ ემზადდება. მე ვიცი რომ 20 წელია თუ რა მეტია მე მგონი ხო საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში და მაქსიმალური საარჩევნო კამპანია იწყება 25 დღით ადრე ხომ ეს არის ყველაზე ვთქვათ ყველაზე მომზადებული ორგანიზაციების მხრიდან. სხვა შემთხვევაში მუდმივ ქაოსს რას მეუბნებ თუ ხა წლინახევრით ადრე არჩევნებამდე ვინმე ემზადება არჩევნებს. არა, ჩვენ საქმე გვაქვს ერთ მარტივ თემასთან. სახალხო კრების დაანონსებული მაისის მოვლენების შედეგად და ამ მოვლენების კრახის შედეგად ბუნებრივად წარმოიქმნა ვაკუუმი, პოლიტიკური ვაკუუმი, წარმოიქმნა იდეური ვაკუუმი და ყველა ცდილობს ახლა ამ ვაკუუმში დაიკავოს თავისთვის მომგებიანი ნიშა. ამ ნიშაში სრული ფიასკო პირობებში, სრულ ეს კრახთან მდგარი რვიანი, რომელიცაც 31 მაისს ფაქტურად დამოეწურა ყოველგვარი ის თქო ნდობის ვოტუმი, უნდა ამოეწურა ხელისუფლებასთან.
გამოდის სრულიად სხვა განცხადებით, ანუ ისინი ცდილობენ რაღაც ფორმით არარეალიზებულობის სადღაც გადატანას. ბუნებრივია, ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით პატივსაცემი თემა, ამიტომ მე ხა სერიოზულ ანალიზს ამ თემისას არ დავიწყებ. ეს არის ცდელობა გარკვეულწილად 2012 წლის თემის, არჩევნების თემის, გარკვეული იმედგაცრუების, ესე ვთქვათ, სარევოლუციური აქტიურობის, გარკვეული იმედგაცრუების გამოყენების, რომ პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვოს. თუ ეს არჩევნები იქნება რეალურად კონსტიტუციურ ვადაში, ანუ ეს არჩევნები წესით და რიგით უნდა გაიმართოს ან ძველი კონსტიტუციით მაისში 2012 წლის ან ახალი კონსტიტუციის პირობებში ბევრი იკამათეს იქ ეს ვთქვათ დისკუსიაზე რაც სულება 2007-ში ჩაიდო წესით უნდა იყოს წელს თუ წელს არჩევნები გაიმართება 2011-ში თუ სააკაშვილი დანიშნავს არჩევნებს მიუხედავად საარჩევნო გარემოს ვთქვათ ზატყოფნისა ქართული პარტია რა თქმა უნდა მიიღებს არჩევნებში თუ მე მაისში 2012 წლის შემოდგომაზე 2012 წლის შემოდგომაზე საუბარი ჩვენ ვუყურებთ რომ ეს არის უზურპაცია და ჩვენ წელსვე ანუ იმ მომენტისათვის როცა ეს ვთქვათ ეს ჭრდილი ანუ ეს ვთქვათ რა რუბიკონი გადაილახება იმ წამიდან და ეს რუბიკონი გადაილახება ახლა უკვე ბოლო ეს ვთქვათ კვირეებზე გვაქვს ლაპარაკი რომ არაფერი არ იცვლება აქ ბუნებრივია ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ უკვე სააკაშვილის სახით ჩვენ ყავს დიქტატორი უზურპატორი ანუ ადამიანი და ბუნებრივია ჩვენ საუბრობთ იქიდან გამომდინარე რომ ვიცით რომ ესე იქნება ხო ჩვენ მზად უკვე აღარა ვარ და არც ვფიქრობთ რომ 2012 წლის არჩევნებზე ოქტომბერზე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. ლევან ტერაშვილი, მისი ოჯახი და ათეულობით ადამიანი ჩვენი პარტიიდან თუ იქნება სხვა ადამიანები, რომლებსაც იგივე ავღანეთში ყოფი ჩვენი ჯარისკაცები, რომლებსაც ელოდებათ ის რაც ელოდებათ, ხო? ისინი ვერ მოითმენენ ამ პერიოდამდე და ისედაც არც იმ პერიოდში იმ არჩევნების პირობებში, აი ამ ესე ვთქვათ ჰარმონიზაციისა და ბედნიერების პირობებში მანდაც კიდე სხვა ისტორიებია შალო. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს გახდა მატერიალური პრობლემების გადაწყვეტის გზა და მეორე მხრივ აქ საუბარი მიდის ძალიან ბევრი ადამიანზე, რომელიც ჯარში იძულებით არის დღეს დარჩენილი, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მიბმული არიან საბანკო კრედიტებით. ესეც კიდე ცალკე ისტორია. კი, მაგრამ ოფიციალურად ნებაყოფლია. აი ეს არის დაახლოებით ჩემი პოზიცია. და ჩემი სხვა ჩვენ გადაცემის დრო თითქმის ამოიწრო ბოლო შეკითხვა. ბატონო რუსი 26 მაისის მერე საზოგადოება რო იმედგაცრუებულია. ის ადამიანები, რომლებიც თქვენი მხარდამჭერები იყვნენ სახალხო კრების ნინო ბურჯანის რამშნობა, ფაქტობრივად ხელისუფლებამ მოახერხა ის რის სურვილიც მას ჰქონდა. ანუ დარბია აქცია, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა. ნუ იქ 4 ადამიანი მოკვდა, არიან დაშავებულები, დაკავებულები და ასე შემდეგ. საზოგადოებაში იმედგაცრუება არის ბატონო. საზოგადოებაში იმედგაცრუება ნამდვილად არის. მაგრამ ყველაზე უარესი გაკეთა. ხელისუფლებას არაფერი რო არ გაეკეთებინა, ის პროცესი დამთავრდებოდა სრულიად მშვიდობიანად, სრული გაქრობით. გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებამ თავში კაცრი ხელისუფლება ერთხელ აჩვენა. ამას ერქვა. თავის არადეკვატურობა და ბევრ ადამიანს და მე ყოველდღიური შეხებება მაქვს ხა ამ პრობლემასთან ნიჰილიზმი პირველი დღეების რეაქცია იყო უფრო იმ ადამიანებში იყო ვინც ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა ხოლო რეალურად იმ ადამიანებში ვინც ამ პროცესში ჩართული იყო გაჩნდა და ძალიან ბევრ ადამიანში გაჩნდა კიდევ უფრო აქტიური პროტესტის ფორმა მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ამაში მე მგონია უფრო რომ იმედგაცრუება იყო მაგრამ როგორ ფიქრობთ ანუ რამდენ ხანში მოახერხებს ქართული პარტია თუნდაც ამ დობის დაბრუნებას რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეგ ხალხს უნდა ვკითხოთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, არათუ ნდობა დავიბრუნოთ, თუ ასე ვთქვათ, დანაკარგებზეა საუბარი და რა თქმა უნდა იყო დანაკარგები, არამედ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რისთვისაც შეიქმნა ქართული პარტია. ხვალ ავაშენოთ ნორმალურ ქვეყანას. გოგელიაზე მინდა კიდე ბოლოს გითხოთ, რომ შემთხვევაში ანუ გოგელიას როგორც ასეთი არ ახსენებენ ხოლმე, ალბათ არ ვიცი, არ ახსოვთ ქართული პარტიის ლიდერია. ან კონტექსტში ახსენებენ, ან საერთოდ არ ახსენებენ. გოგელიაზე ძებნა ხო არა? არ არის ძებნა გამოცხადებული. არ ჩამოვა საქართველოში. არ ძებნა არ არის გამოცხადებული გოგელიაზე. დანამდვილებით ყოველ შემთხვევაში უნდა ჩამოვა. მალე? თუმცა საჭირო იქნება მაშინ ჩამოვა. არა, პრობლემა ხო არ არის, ხო დაიჭერა. ხო, დღის წესრიგი რა ფუნქციას ასრულებს არჩილ გოგელია პარტიაში? ძალიან საინტერესოა, რომ საზოგადოების როგორც ეს ადამიანი, მაგრამ არჩილი არის, კოტეა გოგელია. არჩილი მისი ბიძა. კოტე არის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პარტიის ჩამოყალიბებაში და შესაბამისად პარტიის ლიდერი რა ფუნქციას ასრულებს? მას ფაქტობრივად არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. მას აქვს ის გამოცდილება ისევე როგორც ოზარს, ისევე როგორც ირაკლის. თქვენ პოლიტიკის კეთების გამოცდილება გაქვთ ბატონო ეროსი და ნათია ძნელი საქართველოს ამ შემთხვევაში ბიზნესის გარდა ფაქტობრივად პოლიტიკაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ის გამოცდილება ბიზნესის შემოიფარგლება. ანუ მაინტერესებს რა ფუნქციას ასრულებს კოტე გოგელია პარტიაში? ანუ არის ის მხოლოდ დაფინანსებელი თუ არის ჩვეულებრივი ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია. აქედან გამომდინარე ის ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რაც ლიდერს ააკისრია. ხა თუ სტატუსზეა ლაპარაკი, ხო ჩვენ ამ სტატუსზე
ვისაუბრებთ და რაც მინდა ვთქვა, ანუ ერთ-ერთი უახლოესი ჩვენი საქმიანობის ეტაპი იქნება უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობა, რაც გვეკუთვნის ეს ვთქვა, ამ ვთქვა, გასული პარტიიდან გასული ადამიანებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავატარებთ პარტიის ყრილობას და ამ პარტიის ყრილობის ფორმატში ნახავთ იმ სტატუსს, რომელთაც ძალიან გადავაკეთეთ. ჩამოვა გოგელია. ნახოთ, პაშიო მოვიძებ როგორც იქ. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეროსი კიზმარიშვილი, ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის ძვირფასო ტელემაყურებელი.